მოდი პირდაპირ თქვათ, როგორც ქართველებს გვშვევია. ეს პედი პიმბლეტი, იგივე პედი პიმბა. ნამეტანი გათამამდა არა? ნაცვლად იმისა, რომ წყნარად იჯდეს თავის კუთხეში, მადლობა თქვას იმ ჩუქებული ჩხუბებისთვის, რაც მიართვეს და თავისთვის ჩუმად იფაცხუკოს, ტიპმა გადაწყვიტა არმან სარუკიანს დაეტაკოს. წარმოგიდგენიათ? სარუკიანს. კაც, რომელიც დღეს ნომერ პირველი პრეტენდენტია და რომლის რეიტინგიც ჰაერიდან კი არა, სისხლით და ოფლით არის მოპოვებული. საერთოდ, რა ხდება დღეს სპორტში? ხანდახან გონია, რომ UFC კი არა, რაღაც თეატრალური დადგმაა. პედი გამოდის და ამბობს, არმანმა გამოს შემოთავაზებაზე უარი თქვაო. ბიჭო, შენ როდის აქეთ გახდი სამართლიანობის ეტალონი? სარუკიანის და გამოს ჩხუბი ყველას გვახსოვს. ისეთი გაფუჭებული მსაჯობა იყო, კაც გამარჯვება ხელიდან აართვეს. 65%-ით მეტი გულშემატკივარი და მედიის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ის ჩხუბი სარუკიანმა მოიგო. და პედი ახლა ამაზე აპელირებს? ეს იგივეა მეზობელმა გითხრას, რატომ არ გინდა იმ კაცთან ხელახლა ჩხუბი, ვინც შენი გამარჯვება მოიპარაო. ლოგიკა? ნული. მოდით, ცოტა ფილოსოფიურად შევხედოთ ამ ყველაფერს. რატომ ლაპარაკობს პედი ამდენს? იმიტომ რომ ენა ძულის გარეშეა, მაგრამ ოქტაგონზე ენა ვერ გიშველის. იქ კილოგრამებს და ტექნიკას აქვს მნიშვნელობა. პედი ამბობს დენ ჰუკერის სუსტიაო, პარტერში არაფერი იცისო. კაი, დაუშვათ ჰუკერი არ არის გრაპლინგის ღმერთი, მაგრამ შენ ვინ გეკითხება? შენ ვინც ტონი ფერგიუსონს ეჩხუბე, როცა კაცი უკვე 70 წლის მოხუცებით გამოიყურებოდა ოქტაგონზე. კაი, 70-ის არა, მაგრამ მებრძოლისთვის ეგასაკი უკვე პენსიაა. ჩვენთან საქართველოში იციან თქმა, ჯერ ნახე და მერე თქვიო. პიმბლეტი კი ჯერ ამბობს, მერე ალბათ ინანებს. ის დასცინის სარუკიანს, რომ ბენილ დარიუშს მოუგო. დარიუში 48 წლისააო. ბიჭო, სინდისიც კარგი საქონელია. დარიუში სარუკიანთან ჩხუბამდე ზედიზედ 8 გამარჯვებით მოვიდა, მხოლოდ ჩარლს ოლივეირასთან წააბორძიკა. ის ტოპ ელიტა იყო და არის. შენი ბოლო მეტოქეები ვინ იყვნენ? ჯარედ გორდონი, რომელმაც ის ექცემა, რომ თელმა სამყარომ დაინახა შენი წაგება გარდა იმ სამი მსაჯისა, რომლებმაც ალბათ სხვა ჩხუბს უყურეს. აი, აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რატომ ვუსმენთ საერთოდ ამ ადამიანს? იმიტომ რომ ხმაურიანია. ჩვენს ეპოქაში ხმაური უფრო იყიდება, ვიდრე რეალური შედეგი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სარუკიანი არის მანქანა, რომელიც ტიტულისთვისაა შექმნილი. პედი კი არის პროექტი, რომელსაც UFC-ს სათბურის პირობებში ზრდის. საბოლოო ჯამში სიმართლე ისაა, რომ პედი პიმბლეტი მართალია ერთ რამეში. სარუკიანი ზედმეტად გადაფასებული მებრძოლია. დიახ, სწორად გაიგეთ. სარუკიანმა ვერც ოლივეირას მოუგო სუფთად და ვერც გამოსთან ააჩვენა ვერაფერი. პედი კი თავისი ბრიტანული ხასიათით ნებისმიერ დროს დაამტრევს სარუკიანს პარტერში, რადგან არმანის გრაპლინგი არის ერთი დიდი მითი, რომელიც პირველივე სერიოზულ გილიოტინაზე დაიშლება. ველი თქვენს კომენტარებს. მართლა გჯერათ, რომ სარუკიანი პედისთან გადარჩება? თუ ფიქრობთ, რომ სარუკიანი უბრალოდ ჰაიპზე შექმნილი ბუშუკია? დაწერეთ, რას ფიქრობთ, თუმცა ვიცი, რომ ბევრი ვერ გაუძლებს სიმართლის მოსმენას. მოდით ცოტა შიდა სამზარეულოში ჩავიხედოთ. პედი პიმბლეტი, რომ ლაპარაკობს სარუკიანმა ოლივეირას ვერ მოუგო, ეს იგივეა მეზობელმა გითხრას. შენი მანქანა არ ვარგა, იმიტომ რომ მე უფრო ლამაზი ფერი მაქვსო. ჩარლზ ოლივეირა არის ლეგენდა, აცი ისტორია. მასთან მოგება, თუნდაც მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, ნიშნავს, რომ შენ უკვე ოქტაგონის ღმერთების გვერდით დგახარ. პედი კი ამბობს, მე რომ გილიოტინაზე დაგიჭირო, დაგაძინებო. ბიჭო, პედი, შენ საერთოდ გინახავს სარუკიანის კისერი? ტიპი კლდესავითაა. შენ კი ვისაც ჯარედ გორდონმა სახე გადაგიხსნა და ძლივს გამოგიყვანეს გამარჯვებული, სარუკიანის დაძინებაზე ოცნებობ? ეს არის ტიპური ევროპული ამპარტავნება, რომელიც რეალობას მოწყვეტილია. საქართველოში ასეთებზე ვიტყოდით, ბევრი ლაპარაკი და ცოტა საქმეო. ახლა მოდით ცივი გონებით შევადაროთ მათი CV. პედი ამბობს, დარიუში მოხუციაო. აი, დაუშვათ. მაგრამ შენ ვინ გყავს სიაში? ტონი ფერგიუსონი? აცი, რომელსაც ზედიზედ 7 ჩხუბი ჰქონდა წაგებული, სანამ შენ გამოხვიდოდი? ეს არის გმირობა? მოხუცებულთა თავშესაფარში რომ შეხვიდე და ვინმეს ჯოხი წაართვა, ეგ უფრო დიდი მიღწევაა, ვიდრე დღევანდელ ტონისთან მოგება. და მერე გამოდიხარ და სარუკიანს ამუნათებ? აქ ერთი საინტერესო დეტალია. პედი პიმბლეტი ყველაფერს აკეთებს, რომ მედიის ყურადღება მიიპყროს. რათომ? იმიტომ რომ ჩხუბამდე სულ ცოტა დრო რჩება და ტიპს პანიკა აქვს. მან იცის, რომ თუ სარუკიანი ოქტაგონზე შეხდა, მისი ბაბლი, ბუშტი გასკდება. სარუკიანი არ არის ის ბიჭი, ვინც შოუს დაგიდგამს. ის მოვა, დაგაგდებს და მანამ გირტყამს, სანამ მსაჯი არ დაიღლება ყურებით. სპორტი დიდი ხანია გასცა უბრალოდ ფიზიკურ შეჯიბრს. ეს არის ფსიქოლოგიური ომი. პედი ცდილობს სარუკიანი წყობიდან გამოიყვანოს, დააკნინოს მისი მიღწევები, რომ მერე
თუ ოდესმე ჩხუბი შედგა, არმანმა შეცდომა დაუშვას ემოციების ნიადაგზე. მაგრამ ერთი რამ ავიწყდება. სარუკიანი კავკასიური სკოლის წარმომადგენელია. იქ კი ემოციებს ოქტაგონის გარეთ ტოვებენ და შიგნით მხოლოდ ცივი მკვლელები შედიან. პედის კიდევ ერთი არგუმენტი. დენ ჰუკერი. ამბობს ჰუკერმა კინაღამ დაახრჩოო. ხალხო, ვინც ის ჩხუბი ნახა დამეთანხმებით. ჰუკერს შანსი არ ჰქონია. სარუკიანმა ისე ატარა აქეთ-იქით, როგორც სავარჯიშო ტომაგა. პედი კი ამას ისე ყვება, თითქოს თვითონ იჯდა იქ ოქტაგონის თავზე და ყველაფერს ხედავდა. სინამდვილეში პიმბლეტი უბრალოდ ცდილობს თავისი სუსტი გრაპლინგი გდაფაროს სხვისი ვითომ სუსტი გრაპლინგით. მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. პედი პიმბლეტი არის UFC-ს მარკეტინგული პროდუქტი. ის არის ტიპი, რომელიც ბევრ ლუდას სვამს, ბევრს ჭამს, სასიცილოდ ლაპარაკობს და ხალხს ართობს. სარუკიანი კი არის სპორტსმენი და როცა პროდუქტი სპორტსმენს ეხება, იქ მთავრდება გართობა და იწყება რეალური ტკივილი. იცით რა არის ყველაზე სასიცილო? ის რომ თქვენ ყველას გჯერათ, თითქოს სარუკიანი ტოპ მებრძოლია. სინამდვილეში ის არის ჩვეულებრივი საბანი, რომელიც მხოლოდ ჭიდავით ცდილობს მოგებას და ყურებაც კი მოსაწყენია. პედი პიმბლეტი კი ნამდვილი არტისტია. UFC-ს წირდება პედი და არა მოჭიდავე სარუკიანი. თუ პედი მას შეხვდება, თავისი არაპროგნოზირებადი სტილით ისე დააბნევს სარუკიანს, რომ ეს უკანასკნელი კუთხეს ვერ იპოვის. აბა გამოიცანით, ვინ უფრო მეტი ფული უზის UFC-ს ჯიბეში? სარუკიანი თავისი მოსაწყენი ჭიდავით, თუ პედი, რომლის ყოველი სიტყვა ოქროთ ფასება. დაწერეთ კომენტარებში. ხართ თუ არა მზად აღიაროთ, რომ პედი პიმბლეტი სარუკიანზე ბევრად დიდი ვარსკვლავია და ჩხუბშიც აუცილებლად აჯობებს. ველოდები თქვენს ჰეიტს. აი, ახლა კი მივედით იმ მომენტამდე, რისთვისაც ამდენი ხანი ვსაუბრობდით. იცით რა არის პედი პიმბლეტის ყველაზე დიდი საიდუმლო? ის საერთოდ არ აპირებს სარუკიანთან ჩხუბს. რატომ? იმიტომ რომ მან იცის რაღაც ისეთი, რაც თქვენ არ იცით და რასაც ახლა ვიდეოს ბოლოს გეტყვით. ეს ინფორმაცია მთლიანად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას იმ პერებზე, რომლებიც გეიჯის თისერზე დავინახეთ. თუ გონიათ, რომ ეს უბრალოდ ამთხვევაა, წარად ცდებით. მოდით დავსვათ წერტილი ამ გაუგებრობაზე. პედი პიმბლეტი ამბობს, რომ არმან სარუკიანს გრაკლინგი არ უარგა. ხალხო, ეს იგივეა თქვა, რომ ქართველებს სუფრა და სტუმართმოყვარეობა არ გვიყვარსო. სარუკიანმა ისლამ მახაჩევს, დივიზიონის მეფეს, თავისი კარიერის ყველაზე რთული გამოცდა მოუწყო ჭიდაობაში, როცა სულ რაღაც 22 წლის იყო. და ამ დროს გამოდის პედი, თავისი საშუალო დონის ჯიუჯიცუთ და რაღაცას გვასწავლის. მოდით, გულზე ხელი დავიდოთ. პედი პიმბლეტი არის ტიპური ქუჩის მოჩხუბარი, რომელსაც გაუმართლა. მისი მთელი კარიერა UFC-ში არის კარგად დადგმული სპექტაკლი. არჩიეს მეტოქეები, რომლებიც ან უკვე ჩამქრალები არიან, ან საერთოდ არ შეესაბამებიან მის დონეს. აი სარუკიანი კი. სარუკიანი არის ის კედელი, რომელსაც პედი ვერასდროს გადაახტება. პედი ამბობს, რომ სარუკიანმა ჩარლს ოლივეირასთან გაიფორმა მოგება. მოდით ქართულად ვთქვათ. ჩარლსთან 15 წუთი გაძლო და ბოლოს ხელი აგიწიონ, ეს არის ვაჟკაცობა. ოლივეირა ისეთი მტაცებელია, ერთ წამს თუ მოადუნებ ყურადღებას, ეგრევე დაგახრჩავს. სარუკიანმა კი გაუძლო ყველაფერს. გილიოტინებს, სამკუთხედებს, დარტყმებს. პედი კი ამ დროს სახლში იჯდა, ალბათ პიცას ჭამდა, როგორც ჩვევია ჩხუბებს შორის პერიოდში, როცა 20-30 კილოს იმატებს და ტელევიზორთან ბლატაობდა. საერთოდ დააკვირდით მის ლოგიკას. ის მოხუცია, იმას ჭიდაობა არ იცის, ის მეშინია. ეს არის სუსტი ადამიანის თავდაცვის მექანიზმი. პედი იცის, რომ სარუკიანი დღეს არის ის ძალა, რომელიც დივიზიონს აზანზარებს და თუ გეიჯი მართლა ჩაიხსნა იმ უცნაური ინფექციით თუ პერებით, რეზერვში სწორედ არმანი დგას. წარმოიდგინეთ სურათი, ოქტაგონი, სიჩუმე და სარუკიანი, რომელიც პედის უყურებს. იქ აღარ იქნება ჰაიპი, აღარ იქნება მაყურებლის ყვირილი, იქ იქნება მხოლოდ მწარე რეალობა. პედის პრიჩოსკა და სასაცილო აქცენტი მას ვერ უშველის, როცა სარუკიანის მუშტი პირველად მოხვდება ყბაში. ჩვენ, კავკასიელებმა, ვიცით ფასი სიტყვების. პედი კი ზედმეტი ილაპარაკა. მან შეურაცხყოფა არა მხოლოდ სარუკიანი, არამედ მთელი ის შრომა, რაც ამ ბიტმა გასწია. და იცით რა არის მთავარი საიდუმლო, რომელიც თავში დაგპირდით? პედი პიმბლეტი ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ამბობს, რომ ჩხუბი უნდა, არამედ იმიტომ, რომ UFC-მა უკვე უთხრა, სარუკიანთან არასდროს გაჩხუბებთო. დიახ, მათ იციან, რომ სარუკიანი პედის კარიერას 5 წუთში დაასრულებს და ეს ოქროს კვერცხების მდები ქათამი აღარ ეყოლებათ. პედი უბრალოდ ჰაერზე ლაპარაკობს, რადგან იცის, რომ პასუხისმგებლობა არ მოეთხოვება. მოდით სიმართლე ვთქვათ. პედი პიმბლეტი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გონიათ. მას იცის, რომ სარუკიანი არის არავინი. ვის აინტერესებს რობოტით მოჩხუბარი ბიჭი, როცა არსებობს პედი, ადამიანის შოუ. სარუკიანი შეიძლება ჩემპიონიც გახდეს, მაგრამ მას ვერასდროს ეყოლება იმდენი ფანი, რომეგორიც პედისაა. იმიტომ რომ ხალხს გართობა უნდა, არა და ჭიდაობის გაკვეთილები. დაწერეთ კომენტარებში. მართლა გონიათ, რომ სპორტული შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქარიზმა? თუ სარუკიანი მართლა ასეთი მაგარია,
რატომ სძინავს ნახევარდარბას მის ჩხუბებზე? პედი პიმბლეტი არის ამ დივიზიონის ნამდვილი მეფე და ვინც ამას ვერ ხედავს, ალბათ ჭადრაკს უნდა უყურებს და არა MMA-ს. ველოდებით თქვენს გაფიათრებულ კომენტარებს.